გადაწყვეტილება ჩვენ ვიცოდით, რომ აქამდე მიდიოდა, რადგან პროცესი საქართველოს გარიცხვის ამ ორგანიზაციიდან დაიწყო 2023 წელს ჯერ კიდევ. თუმცა საქართველოს მთავრობას, ანუ რის თქმა მინდა საქართველოს მთავრობას ჰქონდა საკმარისი მეტი დრო საერთაშორისო ორგანიზაციები არ მუშაობს მაინც სწრაფად, ხო? და არის ხოლმე საშუალება თუ არის სურვილი პრობლემების გამოსწორების, ხო? და ღია მმართველობის პარტნიორობა არის ასეთი საერთაშორისო კარგი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, სადაც ქვეყნები ერთიანდებიან იმისთვის, რომ მთავრობა გახადონ უფრო გამჭვირვალე, უფრო ღია და აი თუნდაც თქვენი წინასწარმეტყველებაც საუბრობდა, ხო, მოქალაქის საჭიროებებზე მორგებული მთავრობა გახდეს. ხო ხვდებით? ანუ აი ელემენტარულად ადამიანს რაღაცა რო ჭირდება, ჯერ ერთი ინფორმაციას მიღება შეძლოს მთავრობისგან და მთავრობამ მოუგვაროს ეს პრობლემა. ხო, ანუ აი ამ მიზნით გაერთიანებული, ესე იგი, ქვეყნების ორგანიზაციაა ეს. საქართველო იყო მისი წევრი და 10 წლის წინ კარგი მიღწევებიც ჰქონდა. ჯილდოებს იღებდა, აქ თბილისში ამ ორგანიზაციის სამიტიც კი გაიმართა 2018 წელს. თუმცა ეხლა ყველაფერი რიწყალშია გადაყრილი, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ განსაკუთრებით რუსული კანონის შემოღების შემდეგ და ანუ მას მე რა თქმა უნდა მოყვა კასკადი მთელი რიგი სხვა შეზღუდვების, კანონების და რეპრესიების. ამის გამო ასეთი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები ასეთ ქვეყნებს არ აჩერებენ თავის რიგებში, ხო ხვდებით? ეს პროცესი დაიწყო 2 წლის წინ და ეხლა მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. საქართველოს მთავრობამ ჰქონდა დაახლოებით 2 წელი იმისთვის, რომ რაიმე ნაბიჯი მაინც გადაედგა, შეეთავაზებინა, ვთქვათ, რაიმე ცვლილება, გეგმა მაინც დაესახარით, აპირებდა გამოესწორებინა ეს პრობლემები და არაფერი გააკეთეს. შესაბამისად, მმართველი საბჭოა იქ და მათ გადაწყვეტეს, რომ საქართველო გაიცხო. კი ბატონო, სანდრო, მე გადაცემის შესავალშიც დაგისვით კითხავ, უბრალოდ ინტერვიუს შესავალშიც, როგორ აისახება ეს თავად მათ შორის სამოქალაქო სექტორის მუშაობაზე და საზოგადოებაზე, ანუ მოქალაქეზე, ეს მინდა რომ ავუხსნათ ახლა ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს, აი, როდესაც ვაწვდით ამ ინფორმაციას ჩვენ საზოგადოებას, როგორ უნდა დაინახოს რეალობა მოკლედ აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რა ტიპის სირთულეების და შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდება მოქალაქე აი ამ პარტნიორობიდან გამოთიშვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ? ხო, ну პირველ რიგში ეს არის უფრო შედეგი, ხო, იმ პრობლემებისა, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ ის უარყოფითი შედეგი ზიანი, რასაც თითოეული მოქალაქე იღებს, ეს ზიანი უკვე დამდგარია. და ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ უბრალოდ ეს დაადასტურა იმითი, რომ საკუთარი რიგებიდან გარიცხა ქვეყანა. ხო, ასეთი ქვეყანა, რომელიც ასე იქცევა, არ უნდათ იქ მარტივად. და ანუ აქ რატოა ეს მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თქვათ ქართული ოცნებას უჯერებს, ხო, რომ ყველაფერი კარგად არის, პრობლემები არ არის და ასე შემდეგ. რეალურად მათთვის არის ეს მესიჯი, რომ არ არის ყველაფერი ნორმალურად. თუნდაც აი ნებისმიერი საერთაშორისო შეფასება აიღოთ რეიტინგები, რომელსაც თავად ქართული ოცნება ამბობს. არის უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, ხო, თქვათ, ხა ევროკავშირიდან დაწყებული, ეხლა ღია მმართველობის პარტნიორობა იქნება თუ სხვა მრავალი, რომელიც ყველა ერთხმად ამბობს, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით, მოქალაქის ხმა აღარ ისმის და თუნდაც ბავშვების მიმდინარე პროტესტი ამის გამოვლინებაა, ხო, ანუ ადამიანებს აქვს კონკრეტული პრობლემები და ამის შესახებ არავინ არაფერს არ აკეთებს, ხო, ანუ ეს არის რეალობა დღეს და მეტიც ვინც ხმას იღებს, იმას თავენ ციხეში. დაამართლოთ, ხო, ანუ აი ამ მარტივი და ესეთი რეალობის გაცნობიერება სამწუხაროდ თქვენი მაყურებლების შეიძლება არა, თუმცა მოსახლეობის ნაწილს, დიდ ნაწილს არ აქვს ეს. და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ეს ორგანიზაცია ახლა ამბობს, რომ ეს პრობლემა გააქვს თქვენ მეგობრებო. თქვენ აღარ ხართ დემოკრატია. ამიტომ უფრო აი მიზანს ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომ იქნებ ეს მესიჯი მივიდეს საკმარისად საქართველოს მოქალაქემდე, რომ პირველ რიგში ის ზიანდება. ღია მმართველობის პარტნიორობას არაფერი დააკლდება იმით, რომ საქართველო იქ არ არის, ხო ხვდებით? ანუ საქართველოს ჭირდება ასეთ ორგანიზაციებში გაწევრიანება იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე კონდეს ნდობა,
რომ იყოს პერსპექტიული ქვეყანა, აღიქვებოდეს როგორც სტაბილური ადგილი ეკონომიკისთვის და სხვა მიმართულებით და ეს ყველაფერი მომსპარია. ანუ საქართველოს იმიჯი არის განადგურებული საერთაშორისო დონეზე. და თქვათ საქართველოს მოქალაქე რო კარგად ცხოვრობდეს ამ პირობებში, კარგი ვიტყოდით რომ მოქალაქე ხო კარგად ცხოვრობს, მაგრამ არც მოქალაქე ცხოვრობს კარგად. მისი პრობლემები გადაუჭრელია, ეკონომიკაში პრობლემებია, უსაფრთხოების პრობლემებია, ხო და ანუ არასტაბილური სიტუაცია ქვეყანაში. და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის პარტია, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ხო? მათ ვერ მოახერხეს ამ ელემენტარული, ვთქვათ, რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელმაც 2 წელი მისცა რაღაც ნაბიჯების გადასატყმელად, აი ამ მიმართულების ცოტა შერბილება შემოგვიგნებაც კი ვერ მოახერხეს. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მექნება სანდრო, რამდენად შეიძლება ეს იყოს განგრძობათი პროცესი, ვგულისხმობ, რამდენად არის საფრთხე, რომ მაგალითად სხვა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, მათ შორის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, ასევე გამოეთიშოს ჩვენი ქვეყანა. ხო, იცით, ეს პროცესი თითქმის ბოლოშია მისული, ანუ აღარ დარჩა რეალურად რაიმე ესეთი ნორმალური ორგანიზაცია საერთაშორისო, რომელიც საქართველოს პარტნიორად აღიქვავს. ხო, და ასევე მაგალითად ღია მმართველობის პარტნიორობის ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში იმის გამო, რომ ქართული ოცნებისგან არანაირი კომუნიკაცია მათთან არ ყოფილა, როგორც გავიგეთ, დაეყრდნო ევროკავშირის, ევროკომისიის დასკვნას, შარშანდელ დასკვნას. ყოველ წელს რომ ამზადებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ფარგლებში, ხო? ამას დაეყრდნო, რომ აი რა ვითარებაა დღეს საქართველოში. და ხო ხდებით, ანუ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის სანდო ორგანიზაციები, ეს იქნება ქვეყნების გაერთიანებები, სხვა ტიპის ორგანიზაციები, ერთმანეთს ენდობიან, ხო ხდებით, ერთმანეთის დასკვნებს, ერთმანეთის შეხედულებებს ამა თუ იმ ქვეყანაზე ენდობიან. ეს მოხდა აქაც. და ამიტომ როცა ეხლა ამ შემთხვევაში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუერთდა ამათ რიგს, იმ ორგანიზაციების რიგს, რომლებიც საქართველოზე ასეთ უარყოფით დასკვნას დებენ. ხო, ეს მესიჯია აბსოლუტურად ყველასთვის, აბსოლუტურად ყველასთვის. და უნდა იყოს საქართველოს მოქალაქისთვისაც. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა სანდრო ქევიხიშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.